რომლისაცა წინაშე ქედ დადრეკილა არს ყოველი, მუხლი ყოველი მოდრკების და ენა ყოველი შენსა ხმობს აღსარებასა, მეცა სიტყვაო აღმსარებელსა მომხედენ. ხატსა თვისსა მამსგავსე და საკრველად გრძნობადისა და გონიერისა მყოფობისად დამაწესე შენსა არსთა სიტყვებისა, ჩემ შორისსა შეკრებითა, ხოლო მე უმადლო გექმენ. ბუნებითი რა ძალნი არა შულთაებრ ვიხმიენ, მსგავსებისაგან დავაკლდი და დავბადე ბოროტი, ხოლო ხილულთა მიერსა გემოვნებასა ვრცელად განუხვენ გრძნობანი. ქალწულო ბრალეულთა თავს მდებო, რომელმან სიტყვა განაზრქე ხორცითა და კარვითა მიწისათა სიზრქე უსასოებისა განმძარცვე, რათა მონანული შეგივრდე შენ. ბუნებით სარა პორფირსა, თვით მფლობელობასა თანა მეფობისაცა შარავანდედნი მარწმუნენ, ხოლო მე ვნებათა ბილწთა მონად მივყიდე თავი, რამე თუ რომლისაგანსა ვინ ძლეულ არ, მისდაცა დამონებულ არ. კრიალა, ღია, ირგვლივ მთებია, კერპ შეგლეჯი, ჩემი სამშობლო იალახია, შიგ საოცარი ხარობს ჯეჯი. და თუ მოასკდა მტერ იალახს, გულმა ვერ შეძლოს ბოხნის დატევა, მოვიხმობ ლექსებს, როგორც იარაკს, მოვიხმობ ჰანგებს, მოვიხმობ ცეკვას, როგორც ბაღდათელევო და ამ შესანიშნავი ქალაქის სტუმრებო, მე გახლავთ გრანდელი ჩვენი სადღესასწაულო კონცერტის არსთა გამრიგე, მთავარი ქადაგებელი ზაზა ალექსიძე და ჩვენს შემოქმედებით ურთიერთობებს ოფიციალურად გახსნილად ვაცხადებ. წელს გილოცავთ შობას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს, გილოცავთ დათვლილებას, გილოცავთ ნინოობას, გილოცავთ ქართველთა შორის უპირველესის და უმრწევესის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს და გილოცავთ პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსებას. საქართველოში ვიწყებთ ახალ შემოქმედებით სეზონს და გილოცავთ 2026 წლის საკონცერტო შემოქმედებითი ურთიერთობების ოფიციალურად გახსნას.
მითხრა და მე მისი მჯერა, იმიტომ რომ 40 წელი ხდია მეგობრობ. თერჯოლის შამპანურს ჯობია ჩვენი ქალაქის მერიო. ეს მე ვთქვი. ძალიან გაგვიმართლაო. ზრუნავს არა მხოლოდ ქალაქზე, არა მხოლოდ ქალაქის კეთილმოწყობასა და ყველა იმ ამბავზე, რაც ქალაქს სჭირდება და შესაბამისად თერჯოლის რაიონს, არამედ ხელოვნებაზე და მისგან არც ერთი უარი არ მიგვიღია. ამისათვის დიდი მადლობა გვინდა გადაუხადოთ ამ შესანიშნავ ადამიანებს. ძალიან დიდი მადლობა, მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მრავალს დაესწარით, თითოეულ თქვენგანს ფარავდეს დღევანდელი დღის ძალა და მადლი. დიდი მადლობა ორგანიზატორებს მართლაც ამ კარგი და მნიშვნელოვანი დღისთვის. დიდი მადლობა ბატონო ნოდარ ბაღდათს, აქაურობას, მადლობა ჩემს საამაყო ანსამბლს და წარმატებებს გისურვებთ ყველას. დავითობისადმი მიიწვევს საერთაშორისო სიმღერათა ცეკვის ფესტივალ კონკურსში დავითობა თერჯოლის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლს მრავალ საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულსა და გრან-პრის მფლობელს ანსამბლს ივერეთი.
მოგაწვი შემიძლია საქართველოს
სასულო იმედი მინდა მოგეთევ სადატრევო სიყვარული დაგლილი მოვდე მე შენს მიწაზე ჩემო სულქო ჩემო სადატრევო სინამართა სულები გიგალობენზეთიდა საქართველო დაიფარე ღმერთო ამამდები საქართველოცა და მამდები უსასრულო მივაქოლებ შენი მერანი კიდევაც დაგესწრებია შოთა ილია სონელაჟა კამარიდან მერანი მასპინძლებს მადლობა გადაუხადოთ ხელდელი ღონისძიების მოწყობაში გაწეული დახმარებისათვის და ფერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი მანუჩარ რობაქიძე. დიდი მადლობა ბატონ მანუჩარ. ბატონი ვალერი გვიხიძე, ბაღდათის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის დირექტორი. უზარმაზარი მადლობა ბატონ ვალერი. იმერეთის სამხარო ადმინისტრაციის გუბერნატორს ბატონ ლევან სალკანიანს ჩვენი უზარმაზარი მადლობა. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი ნოდარ გიორგიძე. მასპინძლობისათვის ასეთი არაჩვეულებრივი დარბაზის შესანიშნავი განათება არაჩვეულებრივი აპარატურა, მასპინძლობა, ღიმილი და რა ვიცი ყველაფერი გადასარევად ვიწყებთ წლევანდელ სეზონს. აი ამ განსაკუთრებულ პიროვნებას განსაკუთრებული მადლობა, მასთან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. ეს არის ქალაქ ყიმულის მერი ბატონი დავით გულაშვილი. ჯორჯიან რეკორდსი და ნატო ჩაგონაძე. მოსულწული ბავშვები, ძალიან ლამაზები, დიჯერები და კოხები. ის არის ჩემი პრივატი. აი ეს განსხვავებული საზრისი შენ.
ქორეოგრაფიული ანსამბლი ცხრაჯვარი ტყიბულიდან მუნიციპალური თეატრის სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლი დავით გაბადაძე თეა სირვილაძე ადარაგურა მოძადი თუ შეიძლება შესანიშნავი წვილი დააჯილდოვეთ. ილოცავთ გოჩავებები. ეს დავითიანისთვის ეს ხრაჟარისტის ეს დავითიანისთვის მამაკაცთა ფოლკლორული ანსამბლი ბერმუხა დიდი მადლობა ქუთაისელ მომღერლებს შესანიშნავი ანსამბლი იყო და კიდევ ერთხელ აში დავასწოროთ ჩვენი საკუთრებული მადლობა ბაღდათის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ბაღდათი როჩა შველიძე და მეგი ვაშაკმაძე ბაღდათის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრთან არსებული მომღერალთა გუნდი საირმე ლოდბარი დავით ბენდელიანი ძალიან კარგი შთამომავლობა დატოვეს ამ შესანიშნავმა გოგონებმა და ბიჭუნებმა ეს არის თერჯოლის ვაჟა კუბაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა ანსამბლი ჭიუხი გულთავზე კუბაშვილი და რამაზ ბევანიშვილი ეს არის ქორეოგრაფიული ანსამბლი სვირი მახარ ოხრეიძე ნათია ჩაჩანიძე ბაბაროზურა ყველა დააჯილდო. რომელი სვირია, პირველი თუ მეორე? ორივე სვირი. ბაღდათის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრთან არსებული ფოლკ ბენდი ქარანი, შესანიშნავი ინსტრუმენტალისტები, არჩეულებრივი მრავალფეროვნება ათია ქორგულა და ბიძინა ქორდინავა ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ვალიდან ინსპირაცია ნინო ლოგიჩაშვილი ეხა ჯურნალზე აქტუალური ვარ თქვენი ინსპირაცია აქ უჯები ხარდარია წარმატებები თქვენ ქორეოგრაფიული ანსამბლი სკიერი შვიდობა თქვენდა ისე ვიმერო რაც გვიმდერია რომ სიყვარული არ გუდება თქვენთან რომ ეს სიცოცხლე შვენიერია ვიაროთეთა Siguaruri
დავითობა მიულოცეთ ბაღდადის მაყურებელს, არა მარტო ჩვენ, არა მარტო მე, არამედ ძალიან ბევრმა ლამაზმა კოლექტივმა, მათ შორის ბერმუხამ, ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა, ბატონმა ვახტანგ ტატიშვილმა, ლუგზარ კვაშალმა, ზურაბ კობეშავიძემ, მაკა ქაჯაიამ, მიშა ქაჯაიამ და გურამ ჯაშმა. და მე მგონი მაყურებელი კმაყოფილი დარჩა. მე კიდე მინდა ერთი რამ გითხრათ. უამრავი სახელდება აქვთ სხვადასხვა მეფეებს. მურვან ყრუ, პეტრე დიდი, პიპინ მოკლე, ივანე კალიტა, ივანე მრისხანე, მაგრამ მეფეებს თუმც თითზე ვერ დავითვლი, აღმაშენებელი ერთია დავითი. დავითობა მინდა მიულოცო პირველ რიგში საქართველოს, სრულიად საქართველოს, ბაღდადს, სადაც ახლა ვიყოფებით ამ წუთში, იმიტომ რომ დღეს ტრადიციული ფესტივალი, რომელიც ტრადიციულად ყოველწლიურად 8 თებერვალს ტარდება, დღეს ბაღდადში ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღო ძალიან ბევრმა ქორეოგრაფებმა კოლექტივმა, ფოლკლორულმა, მათ შორის ქუთაისიდან ანსამბლ ბერმუხამ, რომელიც ჩვენი სავიზიტო ბარათი არის სხვადასხვა კონცერტებზე, სხვადასხვა ფესტივალებზე და სხვადასხვა კონკურსებზე და ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს აუცილებლად და ხშირად ქუთაისში ტარდებოდა, მაგრამ ობიექტური მიზეზების გამო წელს ბაღდადში არის. მომავალ წელს დაწუნებულ არ ისევ ქუთაისში შედგება და მერე გაგრძელდება ტრადიციულად როგორც აქამდე ტარდებოდა და ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს, ყველა მონაწილეს ამისათვის და იმ ჩვენ ლეგენდარულ ესტრადის მომღერლებს, მსახიობებს, რომლებიც ტრადიციულად ღებულობენ ყოველთვის მონაწილეობას ამ ფესტივალში და ყველას მინდა კიდევ ერთხელ მიულოცოთ დღევანდელი დღე. გილოცავთ დავითობას, გისურვებთ ჯანმრთელობას, ძმობას, ერთობას, სიყვარულს. მიყვარხართ, გაიხარეთ. ულოცავ ჩემ ქვეყანას პირველ რიგში ჩვენს უწმინდეს დღევანდელ დღეს სულელთ ჩემ ქვეყანას, ჩვენ ქვეყანას. სანამ რეზო ლაღიძის ჰანგები ჟღერს, საქართველო არ გადაშენდება. კიდე ერთხელ მრავალს დაესწარეთ, შემოგელოთ ჩემი თავი. ვინმეს ეს არის რა გქონდეს რეკვიზიტი თუ რა ქვია მაგას სიაბანდი. ეს ნაღდი ჭაჭა რომელიც მოგვარდეს აქ ბაღდადში, გაუმარჯოს გილოცავთ დღევანდელ დღეს ყველას, გაგიმარჯოთ ყველას და გაუმარჯოს საქართველოს და დიდი მადლობა ყველას. ამას დავლება. დიდი მადლობა ღმერთს, რომ მომცა საშუალება, რომ ჩამეტარებია დღეს ეს დიდი ღონისძიება და ყველას მადლობა განსაკუთრებით გუბერნიას, იმერეთის, ბაღდადის მუნიციპალიტეტის მერიას, კულტურის და განვითარების ცენტრს, ფერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიას, ყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას და ყველას იმ ადამიანებს, ვინც ჩვენს გუნდს, ჩვენი გუნდი არის, ჩვენი მომღერლები, ჩვენი
ქართული ესტრადის ლეგენდები, ყველა ის ხალხი, რომლებიც წრებია, შემდგომით ხარს ვიჭერენ და ვერში აქტიურად ვიდგანან ამ ეროვნულ საქმეში. მე მინდა რომ ეს ყოველთვის გააგრძელდეს და ყველამ შეიყვაროს ქართული ხალხური ცეკვა, სიმღერა და გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის ეს ლევამოსილი წინაპრების მიერ დატოვებული საქმე ვაგრძელოთ და უფრო გავაუმჯობესო. მადლობა კომპანია ვარსკვლავებს, რომელიც სულ არის ჩვენ შვედით ყოფილი და ყოველთვის აშუქებს მაღალ დონეზე ამ ღონისძიებებს.